გუშინდელ დღეზე რა შეიძლება ითქვას, ხო, მე მგონი ძალიან ორიგინალურს არაფერს არ ვიტყვი თუ ვიტყვი რომ პერიოდულად რეჟიმი ყოველთვის ცდილობს რომ მათ პროპაგანდისტულ ტალღაზე გვამყოს, რომ მათი დღის წესრიგით იცხოვროს პროტესტმაც და ბოლო პერიოდში მე მინდა შევახსენო საზოგადოებას ხო რა ხდებოდა, ეს იყო დასანქცირება რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტული საყრდენების, რაც მათი ძირითადი საყრდენია, ხო? იმიტომ რომ არა მათი პროპაგანდა და რომ არა ამდენი დეზინფორმაცია, დღეს ჩვენ ამ ხელა საინფორმაციო ომი მოკლედ არ გვექნებოდა, ხო? და ძალიან გასაგებია მეტი ადამიანის იქნებოდა ცხადი რა ხდება დღეს საქართველოში და მე მინდა მაყურებელს შევახსენო რომ ამ პროპაგანდისტულ არხებზე, ანუ ძალიან ხშირად გადის არა უბრალოდ რაღაც ინტერპრეტაციებიც, რომ მე ანუ შავით თეთრზე ტყუილები ჩვეულებრივად. და გუშინდელი დღე იყო ერთ-ერთი ამის მაგალითი, როგორც ცდილობს რეჟიმი, რომ არ შეგანარჩუნებინოს შენი დღის წესრიგი და ამას ჩვენ ამის მცდელობას ყოველთვის შეეცდება, ყოველთვის ექნება ამის მცდელობა, ცხადია. დათო, მე ვფიქრობ ასე, რომ დათო ყავდათ ამორ დავითი, ანუ ვიც იცნობს დავითს დამეთანხმება, რომ ის არის იმდენად ესეთი, არ ვიცი, ადამიანი ახლა მერიდება, რომ დათოთი მოიხსენია დავით ჩხეიძე. რომელიც არის პროტესტში მყოფი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი, მე ვიტყოდი, ის არის ადამიანი, რომელიც ვერასდროს ვერ გამოიყვანეს წყობით, ანუ არავის ვინც პროტესტში ვართ, ყველა მეტნაკლებად მას უკვე ვიცნობთ, ხო? არავის გვინახავს ის წყობიდან გამოსული, არავის გვინახავს რაღაცა სახე დაკარგული და მე ვფიქრობ, რომ უნდათ აერჩიათ ისეთი ადამიანი, რომლის დაკავებაც თუ გადაყვანათ, როგორც არქმევენ, ხო, რომლისთვის ხელისხლებაც, ასე ვთქვათ, გამოიწვევდა სერიოზულ მღელვარებას საპროტესტო საზოგადოებაში და ასევე ვფიქრობ, რომ გუშინ აი იმის შემდეგ, რაც მოხდა მათ ერთ-ერთ დეპუტატთან მიმართებაში, გავრცელდა რაღაც საკუთარ თქვენ რა თქმა უნდა ვერ დავადასტურებთ ეს ცალსახად, რომ ეს არის ნამდვილად. თუმცა გამოიწვია სერიოზული მითქმა, მოთქვა ძალიან ბევრი ადამიანს მიწვდა ეს ამბავი, ხო? წარმოჩინდა ეს ადამიანი საკმაოდ ირაკლი ზარქოვსკულის ხო არ ვიცი რატო არ ვახსენებ, ძალიან ასე ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაში და ვფიქრობ, რომ მათ უნდათ აერჩიათ ესეთი ადამიანი, როგორც წეგან დავახასიათე, რომელსაც არ აქვს სახე შელახული პროტესტიდან, ხო, მეორე მხრიდან, ანუ დავით ჩხეიძის გაშავების მეთოდი, მე არ ვიცი რა უნდა იყოს, ხო? და მათ უნდათ რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიწვდენო და დავით ჩხეიძე და ნარკოტიკი, თუ ამფეტამინი, აი ეს ორი სიტყვა ერთად. რა, იმიტომ რომ პროპაგანდა ესე მუშაობს, ანუ რა თქმა უნდა ვინც ვიცნობ დავით ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა მოხდა, ვინც სასაცილოდ არ ყოფნის ახლა როგორც შენ აღნიშნე, ხო, აი ეს ეჭვით უბრალდება თუ რაც არის და რა თქმა უნდა დათოს ვერანაირად ამ მეთოდით ვერ მიწვდებიან, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც უბრალოდ გაიგო დავით ჩხეიძე და ნარკოტიკი ერთად და შეიძლება მეტი არაფერი აღარ გაიგოს ამის შესახებ და ვიღაცამ გარკვეულწილად პროტესტის შესახებ, ვიღაც ნეიტრალურმა, ვიღაც ქართული ოცნების მხარდაჭერმა შეიქმნას ან გაიმყაროს თავისი წარმოდგენა პროტესტზე, აი ამას ცდილობენ და მე მინდა ძალიან ყურადღებით ვიყოთ ასეთ დროს, ანუ რა თქმა უნდა, ყოველთვის ხდება რაღაც ისეთი, როდესაც ცდილობს ხო აი ამ თავის პროპაგანდას მოგარგოს, თავის დღის წესრიგის მოგარგოს რეჟიმმა, რომ შეუძლებელია რაღაცების რეაგირების გარეშე დატოვება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და თან ეს უნდათ რომ ეს გააკეთონ ისე რომ მუდმივად მსხვერპლის პოზაში გვამყოფონ და რომ მივიდეთ აი ეს რას გვიკეთებენ, ეს ყველაფერი მე ვფიქრობ ჩვენ ანუ ძალიან დიდი გამოწვევა და შეუძლებელია ხა როგორ არ უნდა მიაქციო ყურადღება და არ უნდა გადაიტანო ყურადღება იმაზე რომ პროტესტის ერთი ნებისმიერი მოქალაქეს ასე ექცევიან ხო თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც ზღვარი დავიჭიროთ ხოლმე ყოველთვის და ეს სამი დღე მაგალითად იმაზე არ ვილაპარაკოთ რომ ეს რას გვიკეთებენ იმიტომ რომ ეს ობიექტურად არ აღწერს უბრალოდ რეალობას ანუ ამას ისინი იმიტომ აკეთებენ რომ ჩვენ გვყავს ისინი რეალურად სერიოზული წნეხის ქვეშ, მაგრამ იმათ უბრალოდ მეტი ბერკეტი აქვს, რომ ასეთი მოკლევადიანი რაღაც ეფექტური ნაბიჯები გადადგანა. ჩვენს უნდა გვახსოვდეს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი საპროტესტო დღის წესრიგი და უნდა მივყვეთ ამას მიუხედავად იმისა, რას ანუ ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, მაგრამ ეს დაძლევადია და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანებს, ვინც სოციალურ ქსელებში ვაქტიურობთ, ვინც ქუჩაში ვაქტიურობთ, ხო, ანუ ეს მე მგონია, რომ სულ უნდა გვახსოვდეს და ყურადღებით მოვექცეთ ყველა ჩვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას მუსტაც შენ ასე ვქმნით საინფორმაციო ველს, ანუ მხოლოდ ტელევიზიები არ არის საინფორმაციო ველს.